მოგესალმებით და აი 2015 წელს გადაცემა შუადღე TV3-ზე გიბრუნდებათ პირდაპირ ეთერში. ჩვენ პირადად ყველას ძალიან მოგვენატრეთ, იმედი რომ თქვენც მოგენატრათ ჩვენი გადაცემა და სულ მოუთმელი ელოდებოდით სწორედ დღევანდელ დღეს გადაცემის დაწყებას. მინდა პირველ რიგში ყველას მოგილოცოთ საუკეთესო სურვილებით, შობა ახალი წელი და ყველაფერი საუკეთესო გისურვოთ. რაც შეეხება დღევანდელ დღეს საკმაოდ აქტუალურად და სერიოზულად უკვე პირველი დღიდან ვიწყებთ სერიოზულ თემებზე მსჯელობას. დღევანდელი თემა მოკლედ რო ვთქვათ წეველების უფლების, უпростоად არამწეველების უფლების დასვას შეეხება. საქართველოში ბოლო 10 წლების განმავლობაში თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობა შეიქმნა, შემდგომ ნაწილი გაუქმდა, ხოლო რაც მოქმედია სამწუხაროდ შესრულების თვალსაზრისით ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. სკოლა, სამუშაო ადგილები, ტრანსპორტი, კვების ობიექტი, სილამაზის სალონი თუ ასე შემდეგ ფაქტიურად არამწეველები პრაქტიკულად არიან დაუცველები და მათთვის მათზე არავინ არ ზრუნავს. ასევე მიუხედავად აკრძალვებისა ხელმისაწვდომია თამბაქოს ნაწარმი არასრულ წოვანებისათვის იყიდება ღერებით ბავშვთა სათამაშოებთან და ტანსაცმელთან ერთადაც კი აწყობენ წამახალისებელ გათამაშებებს. ირღვევა სარეკლამო წესები და ასე შემდეგ აწეული აღარ არსებობს ნაწარმის ხარისხის კონტროლი. მიუხედავად მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მოთხოვნისა სამწუხაროდ არ მოქმედებს მოწევის შემზღუდავი და ამგზალავი ნორმები. რა ხდება ამ თვალსაზრისით და როდის აპირებს ხელისუფლება ამ საკითხის სერიოზულად მიხედვას და ადმინისტრირების რეალურ განხორციელებას? ამ თემასთან დაკავშირებით დღეს ჩვენი სტუმრები ისაუბრებენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის არაგადამდები დაავადებების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ქალბატონი ნუკა მაღლაკელიძე და თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელი ბატონი გიორგი ბახტურიძე. მადლობას მოგხსენებთ მობრძანებისთვის და მინდა თქვენც ასევე მოგილოცოთ შობა ახალი წელს ულამაზესი დღესასწაული ყველასთვის და მოდით ამ გადაცემაში ჩავერთვებოდეთ და ამ კონკრეტულად ჩვენს თემებზე ვისაუბრებდეთ. ოროდე სიტყვით თქვენ შეგიძლიათ მიულოცოთ ჩვენს ტელემაყურებელს შობა ახალი წელი და ასევე მოგიყვებით თქვენ როგორ გაატარეთ ახალი წელი. დიდი მადლობა მოწვევისთვის, გილოცავთ ყველას შობა ახალ წელს და დიდი მადლობა რომ საშუალება რომ სწორედ ამ პერიოდში გამოვსულიყავით ეთერში. ახალი წელი როგორც ალბათ უმეტესობა ჩვენგანმა გავატარეს სასიამოვნოდ მეგობრების წრეში და როგორც ყოველთვის ეს არის ოპტიმიზმის პერიოდი, ასე რომ ამ წელს შეუდექით უკვე უფრო მეტი ოპტიმიზმით და იმედი გვაქვს რომ იმ დამსახულ მიზნებს უკეთესად მივაღწევთ, რაც დავიწყეთ სიტყვაზე წინა წელს და უფრო ადრე. მოგესალმებით, მეც უერთები რა თქმა უნდა მოლოცვებს და სრულიად საქართველოს უსურვებ ჯანმრთელობის შენარჩუნებას და ვიდრე ვთქვათ სახელმწიფო იზრუნებდეს მათ ჯანმრთელობაზე გარკვეულწილად რა თემაზეც ჩვენ უნდა ვისაუბროთ დღეს, მანამდე ვთხოვ ყველა მწევერს თვითონ მიიღოს ეს ჯანსაღი გადაწყვეტილება და ამ ნოტით მინდა დავიწყო, იმიტომ რომ საკმაოდ რთული მდგომარეობა გვაქვს თქვენ დასაწყისში ბრძანეთ კიდევაც, მაგრამ სახალხო იმედები გვაქვს ჯერ კიდევ და საბოლოოდ არა გვაქვს იმედი გადაწყვეტილი იმ თვალსაზრისით, რომ სახელმწიფო თავის ფუნქციას როგორც იქნება მიხვდება და განახორციელებს იმას, რაც საზოგადოებისთვის იქნება მნიშვნელოვანი და აუცილებელი. გეთილი, მე ვთვლი რომ ტელემაყურებლისთვის საინტერესოა ეს თემა და მათ აქვს საშუალება ჩაერთონ აქტიურად ჩვენი გადაცემის მსვლელობაში. თქვენ შეგიძლიათ დაარეკოთ ტელეფონის ნომერზე 245-17-27 და ასევე გვეკონტაქტოთ ჩვენს Facebook გვერდზე, რომლის მისამართია შუადღე TV3-ზე. მოიწონეთ ეს გვერდი, შემდეგაც შეგიძლიათ დასვათ თქვენი შეკითხვა თუ კონკრეტული მოსაზრება. მოდით მაშინ წინასწარ ვახსენდა თქვენს დამეთანხმეთ, რომ არ არის ის ასე ვთქვათ კანონები დაცული, რომელიც წესით თითქოს მიღებულია და წესით უნდა მოქმედებდეს. ვინ უნდა იყოს ამ შემთხვევაში მაკონტროლებელი ორგანო ვთქვათ და კონკრეტულად რომელმა იგივე სამინისტროებმა უნდა მიაქციონა ამ კონკრეტულ ვითარებას ყურადღება. ბატონო გიორგი, თქვენ თქვენ ხარ ბრძანებდით, ხალხთან უკადა მე გავაკეთე. მოკლედ მოგახსენებთ და შემდეგ გიორგი ალბათ განავრცობს თემას. როგორც მოგეხსენებათ, თამბაქოს კონტროლის კანონი 2008 წლის კანონი მოქმედებს დღესდღეობით საქართველოში, რომელიც არის ყველაზე ისეთი უკანასკნელი და ამ კანონის მიხედვით სწორედ ძალიან ბევრი აკრძალვაა დაწესებული იმისთვის, რომ არამწეველები იყვნენ დაცულები თამბაქოს მეორე კვამლისგან. სამწუხაროდ პრობლემები, როგორც გამოიკვეთა და როგორც ბევრმა
ჟურნალიზმმა ანახა, არის უფრო აღსრულების თვალსაზრისით ამ კანონის, რადგან კანონი ფურცელზე არსებობს, ის დამტკიცებულია, თუმცა როგორც ალბათ ყველა კარგად ხედავს, არ ხდება მისი აღსრულება. აღსრულების პრობლემა კი გამოწვეულია იმით, რომ სწორედ ეს მექანიზმები აღსრულების, იქნება ეს საჯარიმო სანქციები თუ მონიტორინგი, არის საკმაოდ რთული, საკმაოდ არა მოქნილი და ის ორგანოებიც, რომლებიც პასუხისგებლები უნდა იყვნენ ამაზე, კარგად არ არიან გათვითცნობიერებული თავის პასუხისგებლობაში. თამბაქოს კონტროლი საერთოდ არის მრავალსექტორული საკითხი. ეს არ არის მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს, ან მხოლოდ შინაგან სამინისტროს, ან სხვა რომელიმე ორგანოს პასუხისგებლობის ქვეშ მდგომი საკითხი, არამედ ეს მთლიანად მთავრობის პასუხისგებლობაა. ეს, რა თქმა უნდა, უპირველესად ადამიანების ჯანმრთელობის დაცვას ეხება, თუმცა ის სხვადასხვა კომპონენტები, რომლებიც უნდა აღსრულდებოდეს იმისთვის, რომ საბოლოო მიზანი მიღწეული იყოს, არის სხვადასხვა ორგანოების კომპეტენცია. ამ შემთხვევაში, სწორედ ეს მეორადი კვამლისგან დაცვის კანონი აღსრულებას უნდა ახდენდეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თუმცა როგორც მოგახსენეთ, ხარვეზები არის სწორედ აღსრულებაში. ამასთან დაკავშირებით უფრო მეტ დეტალებს ალბათ გიორგი გაგაცნობთ, რადგან კონკრეტულად რო ვთქვათ, შინაგან სამინისტროს ამ შემთხვევაში. გეტყვით 2003 წელს იქნა პირველი კანონი მიღებული, რომელიც რა თქმა უნდა სუსტი იყო თავისი სტრუქტურით. შემდგომ საქართველოს შეუერთა თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციას, ეს იყო 2005 წელი. შემდგომ მოხდა გაახლება კანონმდებლობის 2008 წელს. თუმცა საჯარიმო სანქციები და ადმინისტრირების ორგანოები, რაც იყო დადგენილი 2004 წელს, იგივე არის დღეს მდგომარეობით, არაფერი არ შეცვლილა და ამ შემთხვევაში გეტყვით, რომ ძირითადი აღმასრულებელი, ანუ აღსრულების წნეხი არის მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროზე და ნაწილობრივ ფინანსთა სამინისტროზე. ეხლა შინაგან საქმეთა სამინისტროს შიგნით რა ხდება? 2006 წლამდე არ იყო დადგენილი პასუხისმგებელი პირი, ვის შეეძლო, ვთქვათ, სამართალდარღვევის დაფიქსირება და დაჯარიმება და 2006 წელს დადგინდა და ძირითადი აღმასრულებელი თვითონ შიგნით სისტემაში დადგინდა უბნის ინსპექტორების სამსახური. მათ ისედაც უწევთ თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე ყველა ობიექტის გაკონტროლება, მონიტორინგი და ასე შემდგომ, ხო? მათ შორის არის სავაჭრო ობიექტები, სკოლები, საავადმყოფოები, სილამაზის სალონები და ასე შემდგომ. ნებისმიერი ის დაწესებულება, სადაც აკრძალულია ან შეზღუდულია თამბაქოს მოხმარება, ხო? სამწუხაროდ ფაქტიურად ერთეული შემთხვევები იყო, როდესაც უბნის ინსპექტორების სამსახურმა შეადგინეს ოქმი და დააჯარიმეს ვინმე. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტში პასუხისმგებელი ორგანო გახლავთ პატრული. არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა ამ 10 წლების განმავლობაში, რაც საჯარიმო სანქცია დაწესდა, არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა პატრულს დაეჯარიმებინოს ან სამარშრუტო მანქანის მძღოლი, ან საქალაქთაშორისო თქვათ დიდი ავტობუსების მძღოლები, სადაც როგორც მძღოლი, ასევე თვითონ მგზავრიც ეწევა ხოლმე თამბაქოს და ბავშვები და ქალები არიან აბსოლუტურად დაუცველი ამ თვალსაზრისით, ხო? ძალიან დიდი ბოდიში გასწოდეთ. ასე იგი, რა მაინტერესებს, იგივე მაგალითად კერძო ტაქსები ავიღოთ. კერძო ტაქსებში ჯერჯერობით აკრძალული არ არის. არ არის აკრძალული. კანონით აკრძალული არ არის. დანარჩენ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, რაც შეეხება როგორც გითხარით, საქალაქთაშორისო შიდა საქალაქო ვთქვათ, ეგ სამარშრუტო ტაქსი იქნება, ავტობუსი იქნება ვთქვათ, თუ ასე შემდეგ, მუნიციპალური ტრანსპორტი მაგალითად, ხო? იქ ყველგან არის აბსოლუტურად აკრძალვა. მაგრამ თავდაპირველად მუნიციპალური ტრანსპორტი ასე თუ ისე იცავდა ამ წესს, ანუ მძღოლები ფაქტიურად არ ეწეოდნენ, მაგრამ დღეს ყველა წეველი მძღოლი აი მყვითელ ავტობუსებშიც კი აბსოლუტურად ყველა ეწევა თამბაქოს. სამარშრუტო ტაქსებზე არაფერს არ ვლაპარაკობ, იმიტომ რომ იქ ყოველთვის ეს იყო აუღებელი ციხესიმაგრე და ყოველთვის ეწეოდნენ და ეწევიან. ერთი პერიოდი იყო, როცა მონიტორინგზე გავედით ჩვენ ჟურნალისტებთან ერთად და ის რაღაც ერთი თვე იმუშავა ამ ყველაფერმა, მაგრამ თუ სისტემატურად ადმინისტრირება არ ხორციელდება და ადამიანს არ აქვს იმის მოლოდინი, რომ ვიღაც გააკონტროლებს, ვიღაც დააჯარიმებს, მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურად მოშვებულია ამ თვალსაზრისით აღსრულება და მით არ ხდება აღსრულებაც. თუმცა აქ უფრო კონკრეტულად თუ ვისაუბრებთ, ამის ნებაც არ არსებობს. ჩვენ მივიდივართ რეალურად პოლიტიკურ ნებამდე. პოლიციას რო ქონდეს პოლიტიკური ნება, ან პოლიტიკურ ხელმძღვანელობას პოლიტიკური ნება, მე მინდა გითხრათ, რომ ერთ კვირაში ეგ პრობლემა მოგვარდებოდა. ასე მოგვარდა უსაფრთხოების ზღვედებთან დაკავშირებით. რო იყო იმთავრობის პოლიტიკური ნება, როგორც კი დადგინდა, რომ 1 სექტემბრიდან უნდა ქონოდა ყველას ესე რომ ვთქვათ, უსაფრთხოების ზღვედები გამოყენებული სავალდებულოდ,
ყველამ გაიკეთა. მიუხედავად იმისა, უნდოდა თუ არ უნდოდა, სურდა თუ არ სურდა, ხო? და გააკეთა რატომ? იმიტომ რომ იცოდა რომ თქვა პატრული ამაზე იქნებოდა ორიენტირებული და მართლა გამოავლენდა ამ შემთხვევაში და მე რომ ვიდეო კამერები, რომლებიც ასე რომ თქვა დააფიქსირებდა ამ სამართალ დარღვევას. რაც შეეხება მოწევას, აქ არის აუღებელი ციხესიმაგრე და მინდა გითხრათ რომ თუ 2013 წელს იყო საკმაოდ დიდი იმედოვნება იმისა რომ რეალურად შეიცვლებოდა ქვეყანაში დამოკიდებულება ამ თვალსაზრისით და მართლა ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა იქნებოდა პირველადი მნიშვნელობის და არა ბიზნეს ინტერესები. აღმოჩნდა რომ 2014 წლის განმავლობაში ბიზნეს ინტერესი გახდა პრიორიტეტული და თამბაქოს ინდუსტრია ისე შევიდა გარიგებაში სახელმწიფოსთან და მთავრობასთან რომ აბსოლუტურად დაიბლოკა ყველა ინიციატივა ამ თვალსაზრისით. გესმით, იმ მთავრობამ დაბლოკა, რომელსაც თვითონ მოაწერა ხელი სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას, თამბაქოს კონტროლი, სადაც გაწერილი იყო, რომელ უწყებას რა უნდა გაეკეთებია. მათ შორის ფინანსთა სამინისტროს რა უნდა გაეკეთებია, შინაგან საქმეთა სამინისტროს რა უნდა გაეკეთებია, განათლებას და ასე შემდეგ. ფინანსთა სამინისტრომ თქვა, რომ როცა კანონმდებლობა დაიხვეწება, მაშინ მე ავიღე ადმინისტრებას ჩემ თავზე. და რა გააკეთა ფინანსთა სამინისტრომ? 2013 წელს დაიწყო აქტიურობა. ფინანსთა სამინისტროს რა ეხება? მოდი ეს ვთქვათ ჯერ. შინაგანზე ვთქვით, რომ აბსოლუტურად აღსრულების ყველა საკითხი ეხება დღეს მდგომარეობით, დღეს მოქმედი კანონმდებლობით შინაგან საქმეთა სამინისტროს. ეხლა რაც შეეხება ფინანსთას. ფინანსთას ვალდებულება სავაჭრო ობიექტებში, აი სადაც ვთქვათ, ღერებით არ შეიძლება გაყიდვა, ეს გარემოვაჭრე იქნება თუ ჩვეულებრივად სტაციონარული სავაჭრო ობიექტი არ აქვს მნიშვნელობა, ღერებით გაყიდვაზე მონიტორინგი და გამოვლენა ამ ფაქტების არასრულწლოვანებზე მიყიდვის გამოვლენა, ასევე ბავშვთა სათამაშოებისთან და ტანსაცმელთან ერთად თამბაქოს გაყიდვის აკრძალვის ნორმის კონტროლი, ასევე სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან 50 მეტრის რადიუსში რო არ უნდა იყიდებოდეს თამბაქო, ამის კონტროლი. ერთადერთი რაც გააკეთა ფინანსთა სამინისტრომ გასული წლის განმავლობაში და ნაწილობრივ 2014 წელს და 2013 წელს გახდათ სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სავაჭრო ჯიხურების დაჯარიმება და ასეთი 50 შემთხვევა, ანუ გააფრთხილეს სადღაც 150-მდე ობიექტი და 50 ობიექტი დააჯარიმეს. ეს არის, როგორ გითხრათ, ზღვაში წვეთი. ესე რო წარმოვიდგინოთ, იმიტომ რომ ტოტალურად ხდება ამ კანონმდებლობის დარღვევა და ვის ინტერესებში შედის კანონმდებლობის, ესე რომ ვთქვათ, არ შესრულება. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ინდუსტრიის ინტერესებში. პირველ რიგში ინდუსტრიის ინტერესებში, იმიტომ რომ ისინი სერიოზულად ფიქრობენ, რომ ბავშვთა ბაზარი და ახალგაზრდების ბაზარი, რომელიც ძირითადად იწყებს თამბაქოს მოწევას, ახლა ჩემ ასაკში და თქვენ ასაკში, მილიონში ერთმა შეიძლება დაიწყოს, ვთქვათ, თამბაქოს მოწევა, ხო? იწყებენ ბავშვები და ახალგაზრდები. შესაბამისად, მათ ინტერესებში შედის, რა თქმა უნდა, სკოლის გვერდზევე იყიდებოდეს თამბაქო, ღერებით იყიდებოდეს თამბაქო, ნებისმიერი საშუალებით ნებისმიერ ადგილზე იყიდებოდეს თამბაქო. ასეც ხდება კიდევაც. და ამაზე სახელმწიფო ხუჭავს თვალს, რომლის კონსტიტუციური ვალდებულებაა, განა ის რომ მე კაი ბიჭი ვარ და რაღაც. არა, კონსტიტუციური ვალდებულებაა, რომ დაიცვას ის ბავშვი და ახალგაზრდა არ დაიწყოს მოწევა. თორემ უკვე ნარკოდამოკიდებული, ვინცა ანუ ნიკოტინ დამოკიდებული, ეს ჩვეულებრივი ნარკომანია, ხო? მისი განკურნება ან თავის დანებება არის საკმაოდ რთული პროცესი და ძვირადღირებული სიამოვნება. და სამწუხაროდ ასევე ხარჯთ, ესე რომ ვთქვათ, ტევადი. რატომ? იმიტომ რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მოიხმარს უკვე ჩამოყალიბებული მწეველია, სერიოზულ ზიანს აყენებს როგორც მის ჯანმრთელობას, ასევე ქვეყნის ეკონომიკას. იმიტომ რომ ადრეულ ასაკში ემართება ისეთი მძიმე დაავადებები, ზოგიერთ შემთხვევაში უკვე გამოსავალიც რო აღარ არის. და დაღუპვის წინაშე დგას, ხო? ყოველი მეოთხე ადამიანი ამ სცენის მსხვერპლია საქართველოში. ეს არის უზარმაზარი ეკონომიკური ტვირთი სახელმწიფოსთვის. შრომის უნარიან ასაკში იღუპება ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი. და ამაზე სახელმწიფო თვალებს ხუჭავს. მაშინ როცა მისი ძირითადი მოტივატორი უნდა იყოს ზუსტად ეკონომიკური ეფექტიანობის განსაზღვრა და ეკონომიკური მექანიზმებით აზროვნება და არა კონკრეტულ ბიზნეს ინტერესებზე, ესე რომ ვთქვათ, წამოგება და მათი თამაშის თამაში. სამწუხაროდ დღეს რეალურად მთავრობა, მათი ჩინოვნიკები, განსაკუთრებით ეკონომიკის მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, პირდაპირ ასახელებ. ესენი არიან, მინდა გითხრათ, ინდუსტრიის ტყვეობაში. ყოველ კვირას, მაგალითად, ფინანსთა მინისტრი ხდება ინდუსტრიის წარმომადგენლებს. ასევე ყოველ თვეში ერთხელ ხდება ეკონომიკის მინისტრი ინდუსტრიის წარმომადგენლებს, მე ვამბობ თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლებს.
ისინი გარკვეულად რა თქმა უნდა უკვე გარიგებაში შედიან. იქ ადამიანის ინტერესი, ბავშვის სიცოცხლე, მოსახლეობის ჯანმრთელობა, ეს არის მათთვის რა თქმა უნდა არანაირი ღირებულების მატარებელი ამ შემთხვევაში. ისინი ფიქრობენ და რა კატეგორია გესმით ფიქრის, რომ მე ვარ ჩინოვნიკი და მე უნდა ვემსახურო ვიღაც ბიზნეს ინტერესების გამტარებელი უნდა ვიყო. მე თუ ვიქნები ამ ბიზნესის ლობისტი, მე ვიქნები ესე რომ ვთქვათ წარმატებული პოლიტიკოსი. ეს არის როგორ გითხრათ, ეს არის არასახელმწიფოებრივი მიდგომა და ეს არის პირდაპირ ესე რომ ვთქვათ არც პატრიოტული, არც ეროვნული ესე რომ ვთქვათ მიდგომა. ფაქტურად შენ ხელს უწყობს შენი მოქმედებით თუ უმოქმედობით ჩვენი მოსახლეობის სიკვდილს და დაავადებების ასე რომ ვთქვათ გავრცელებას და შესაბამისად ეკონომიკური პროცესების შეფერხებას. მაშინ როცა ეკონომიკის მინისტრი იქნება და ფინანსთა მინისტრი სხვანაირად უნდა ფიქრობდეს და უნდა ფიქრობდეს იმაზე, რომ შემაფერხებელი გარემოებები შეასუსტოს და არა გააძლიეროს ის ინდუსტრია, რომელიც მე ჩემ მოსახლეობას მიკლავს და ასეულ ათასობით ადამიანს ახალ ასე რომ ვთქვათ შემთხვევებს ავადობისას ასე რომ ვთქვათ მიმატებს და შესაბამისად ხარჯი ჯანდაცვაზე ორმაგდება, სამმაგდება. ხვალდაზე უფრო მეტი ხარჯი გვექნება ჩვენ ამ თვალსაზრისით. ანუ რეალურად ქვეყნისთვისაც ეს მომგებიანი ბიზნესი ვერ იქნება ერთ შემთხვევაში. ხუთ მაგად წამგებიანია. ხუთ მაგად ეკონომისტებმა გამოითვალეს სხვათა შორის ექსპერტები, ვინც ყავს ჩვენ საერთაშორისო ექსპერტები და აღმოჩნდა, რომ საქართველოში თუ თამბაქოს ინდუსტრია შემოაქვს 1 ლარი, ჩვენი ჯიბეებიდან, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რომელიც ისევე ჩვენი ჯიბეებით ივსება, ხო? გააქვს დაახლოებით 5 ლარი. და მითხარით მე თქვენ შემიფასეთ ერთი ადამიანის სიცოცხლე. ჯანდაცვის კუთხით. დიახ, ჯანდაცვის კუთხით ვამბობ. ერთი ადამიანის სიცოცხლე შემიფასეთ მე ეკონომიკურად, ან ფინანსური თვალსაზრისით. ეგ ძალგესა. 11,000 ადამიანი იღუპება ამ საშინელებისაგან. და რატო იღუპება, იცით? ძირითადი აქ როლი მე კიდე ერთხელ ვამბობ, მე და თქვენ არ შეგვიძლიათ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი იქნება და ტრანსპორტი ვაკონტროლოთ. თუმცა უკვე ჩვენ საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე, უკვე ქმნით საზოგადოებრივ პოლიციას, რახან სახელმწიფოს არ შეუძლია თვითონ თავის ფუნქციის აღება, უკვე საზოგადოება დაიწყებს თავისი ესე რომ ვთქვათ ფუნქციის აღსრულებას მაშინ. და გამოვდივართ ინიციატივით და მოუწევდებთ არასამთავრობო ორგანიზაციები იქნება თუ სამოქალაქო სექტორი, ნებისმიერ ადამიანს, ვისაც აწუხებს ეს საშინელება და მისი ოჯახიც დაზარალდა, ვთქვათ, ერთ-ერთი დაზარალებული მეც ვარ. იმიტომ რომ მამა დამეღუპა ზუსტად ამის გამო. და ასეთი ბევრია საქართველოში ადამიანი, ვისაც მართლა სასიცოცხლო ინტერესებიდან გამომდინარე მიაჩნია, რომ ეს არის ერთ-ერთი სერიოზული თემა და ამის იგნორირება არაფრით არ შეიძლება. და ვქმნით საზოგადოებრივ პოლიციას, რომელიც გააკონტროლებს ამ კანონის მოქმედებას და გააძლიერებს ამ კანონს. და კეთილი ინებოს მაშინ, ესე ვთქვათ, სახელმწიფომ თქვას, რომ მე არ შემიძლია ამის გაკეთება, არ მაქვს უნარი, ან მე ვარ ამ ბიზნესის წარმომადგენელი. მაშინ გადაბარგდეს ის ჩინოვნიკები იქნება პოლიტიკური თანამდებობის პირი თუ ჩინოვნიკი იმ ბიზნესში. სხვათა შორის, მე რამოდენიმეჯერ დავაყენე კიდევაც საკითხი, აქ ჯანდაცვის სამინისტრო წარმომადგენელია, თვითონ ჯანდაცვის სამინისტროშიც 10 წლეულია არიან ჩინოვნიკები, რომლებიც პირდაპირ კავშირში არიან თამბაქოს ინდუსტრიასთან და ისინი აბრკოლებენ, იურისტები არიან სხვათა შორის, აბრკოლებენ ამ აღსრულების მექანიზმების ესე ვთქვათ განხორციელებას. წელიწადია პრემიერ-მინისტრის კაბინეტში დევს კანონმდებლობის მთელი პაკეტი, რომელიც ასე თუ ისე შევათანხმეთ ყველა უწყებასთან ერთობლივად, ნუკას ესე ვთქვათ, ცენტრთან ერთობლივად, დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთობლივად ვიმუშავეთ წელიწადნახევარი, მთელი ენერგია ჩავდებით, მოხალისეობრივად, აგერ ქალბატონი ნუკასთან თანხმება, ვიმუშავეთ ექსპერტებთან, რამდენი ექსპერტი ჩამოვიდა. ვის არ შევახვედრეთ, პარლამენტი იყო, მთავრობის წევრები იყო, ჩინოვნიკები იყო, ყველას უთხარით, ეს ვალდებულება გვაქვს. გარდა იმისა, რომ საერთაშორისო ვალდებულება გვაქვს, კონსტიტუციური ვალდებულება გვაქვს შენ, რომ შენი მოქალაქის ელემენტარული ჯანდაცვითი და სიცოცხლის უფლება დაიცვა, ხო? აქ ბავშვებზე და ახალგაზრდებზეა ლაპარაკი. მათ სიცოცხლეზე და მათ ასე რომ ვთქვათ, შრომის უნარიან ცხოვრებაზე და ხარისხიან ცხოვრებაზეა ლაპარაკი. ხო სხვა რა ენით უნდა ვილაპარაკოთ, ჩვენ აღარ გვესმის. მაშინ გამოდის, რომ ეს მთავრობაც, რომელიც გამგრძელებელი იქნება იმ ძველი მთავრობის არასწორი პოლიტიკის, მიიღებს იგივეს, რაც მიიღო წინა მთავრობამ. სხვა ლოგიკას ჩვენ ვერ გავხედავთ. მოდი, ნუკასაც ვკითხოთ და მაინტერესებს რა არის ჯანდაცვის სამინისტროს როლი ამ შემთხვევაში და ვთქვათ, იგივე აი თქვენ მზანეთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ამ შემთხვევაში პრაქტიკულად ზარალდება. იმიტომ რომ თითოეულ თითქოს ის უნდა იყოს თავარი ლობისტი. დიახ, ამიტომ ამბობ. არის კიდევაც იმედი მაქვს ეს ესეა. მოდი
მოკლედ გეტყვით გიორგიმ რაღაც ისე ახსენა, მაგრამ 2012 წლიდან თუ რა ინიციატივა დაიწყო, ასე ვთქვათ, საქართველოს მთავრობამ ამასთან დაკავშირებით. პრობლემა, რა თქმა უნდა, პრობლემა აღიარებულია, ვიცით რომ თამბაქოს კონტროლი დღესდღეობით ისე, რა თქმა უნდა, არ სრულდება, როგორც უნდა სრულდებოდეს, ეს არა მხოლოდ ჯანმრთელობაზე ახდენს ზიანს, არამედ დიდ ეკონომიკურ ზარალსაც მოუტანს საბოლოოდ ქვეყანას. რადგანაც ამგვარი ვითარება მხოლოდ და მხოლოდ მომგებიანია სწორედ თამბაქოს ინდუსტრიისათვის, მეტი არავისთვის. მხოლოდ მათ შემოსავალზე ისახება დადებითად, ასე ვთქვათ. ამიტომ პრობლემა, რადგან აღიარებულია, 2012 წლიდან საქართველოს მთავრობამ ჩამოაყალიბა სპეციალური თამბაქოს კონტროლის კომისია, სახელმწიფო კომისია, რომლის სათავეშიც ჩადგა თვით პრემიერ-მინისტრი და მისი წევრები არიან სხვადასხვა სამინისტროსა და სხვა სექტორების იმჟამინდელი. ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრმა არც ერთი სამთავრობო კომისიის ხდომა არ ჩაუტარებია და ამჟამინდელი ახალი მთავრობის პირველი პირის ვალდებულება იყო ყოველ 3 თვეში ერთხელ ეს კომისია უნდა შეკრებილიყო. გასული წლის განმავლობაში ერთი კომისიის ხდომა არ გამართულა, ალბათ ქალბატონ ნუკას დამიდასტურებს ამ ფაქტს. კომისია შეიმუშავა, ანუ მოხდა გადახედვა იმ არსებული კანონმდებლობების ხარვეზებისა და შეიმუშავა ახალი კანონმდებლობის პროექტები, მათ შორის ასევე სამოქმედო გეგმა 5 წლიანი სტრატეგია, რომელიც დამტკიცდა კიდევაც მთავრობის მიერ და ამ ეტაპზე სამწუხაროდ, რა თქმა უნდა, პრიორიტეტები ყოველთვის განსაზღვრული არის ხოლმე და ჯანმრთელობის სამინისტროსთვის მინდა ვთქვა და განვაცხადო ესე კაფიოთ, რომ კვლავ პრიორიტეტად რჩება თამბაქოს კონტროლი, თუმცა არსებობდა წინა წელს სხვა ისეთი საკითხებით, რომლებიც სიტყვაზე იქნება ეს უნივერსალური ჯანმრთელობის პროგრამა, რომელიც ასევე უაღრესად მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იყო, რომელზეც ენერგია ჯანმრთელობის სამინისტროს რესურსების მეტად იყო გადატანილი. რადგანაც ეს ყველაფერი უკვე შემუშავებულია და გამზადებულია პარლამენტისთვის, ჯანმრთელობის სამინისტროს და მათ შორის დაავადებათა კონტროლის ცენტრის უპირველესი როლი არის სწორედ როგორც გიორგიმ თქვა, რომ ამ ყველაფრის ადვოკატირება მოახდინოს, ისე რომ არ გაჩერდეს იქ ეს პროგრესი იქ, სადაც ახლა ვდგავართ, არამედ წავიდეთ წინ. ამიტომ ჩვენ რა თქმა უნდა სისტემატიურად ვახდენთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სხვადასხვა ექსპერტებთან ამ საკითხებზე მუშაობას, მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან, მათ დაკავშირებას სხვა სექტორებთან, სახელმწიფო ორგანოების, რომ მოხდეს თუნდაც მათი გათვითცნობიერება, რამდენად მნიშვნელოვანია თამბაქოს კონტროლის საკითხი, თუნდაც მათი ტრენინგები, მათთან რაღაც გარკვეული თანამშრომლობების ჩამოყალიბება, რომ პროექტი რეალურად არ დარჩეს პროექტად, არამედ წავიდეს წინ. ამ წელს ჩვენ დაგეგმილი გვაქვს რიგი სხვადასხვა ღონისძიებები, მათ შორის არის ერთ-ერთი ფართომასშტაბიანი კამპანია, რომელიც მიმართული იქნება როგორც აქტიური მოწვევის ზიანის შესახებ საზოგადოების ფართოდ ინფორმირებულობას, ასევე მეორადი კვამლის შესახებ. იმედი გვაქვს, რომ ეს კამპანია წარმატებული აღმოჩნდება, ასევე გვინდა რომ ვიმუშაოთ სააქციზო გადასახადების მომატებასთან დაკავშირებით, რომ ოპტიმალურად განისაზღვროს ეს ყველაფერი და რეალურად ეს ღონისძიებაც კიდევ უფრო წინ წავიდეს, რომელიც მიმართული არის თამბაქოს პროდუქტების ახალგაზრდებისადმი ხელმისაწვდომობის შემცირებისაკენ და სხვადასხვა ესეთი ღონისძიებები. ჩვენი პირველი სახელმძღვანელო ჯანმრთელობის სამინისტროსი ამ კუთხით არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენცია, რომელიც არის ფართოდ დამტკიცებული, მისი წევრი არის 178 ქვეყანა და ვიცით რომ ეს არის მტკიცებულებებზე დაფუძნებული, ასე ვთქვათ, სახელმძღვანელო. ჩვენ არ ვაპირებთ ველოსიპედის გამოგონებას, ისიც გვესმის, რომ ეს არის საკმაოდ ისეთი გამოწვევა ეს საკითხი, საკმაოდ რთული. ჩვენ ვებრძვით ტრანსნაციონალურ თამბაქოს ინდუსტრიას და ეს არ არის რაღაცა ლოკალური პატარა კომპანიები, ეს არის კომპანიები, რომელსაც ძალიან დიდი რესურსები აქვს, გავლენა აქვს და ასე შემდეგ. ჩვენ სახელმწიფოს სამწუხაროდ არ აქვს იმხელა რესურსი და ვერც შეედრება ალბათ, მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ეს საკითხი პრიორიტეტად რჩება და ამ წელს კიდევ უფრო გამახვილდება ყურადღება იმ რაღაც გარკვეულ ხარვეზებზე, რომლებიც სიტყვაზე წინა წელს იყო ცოტა შეფერხებული სხვა გარემოებების გამო. კეთილი, მოდით მაშინ ჩვენ სარეკლამო ჭრის შემდეგ გავაგზავნოთ საუბარი ტელემაყურებელს შევახსენოთ თამბაქოს კონტროლის მექანიზმებზე ვსაუბრობთ და ასევე არამწევერთა უფლებების დაცვაზე, სტუმრად კი ყავს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის არაგადამდები დაავადებების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ქალბატონი ნუკა მაღლაკელიძე და თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელი ბატონი გიორგი ბახტურიძე. სარეკლამო ჭრის შემდეგ ჩვენ კვლავ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში.